მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს ვექნება ჩვენთვის ჯერ უშუალო გაცემა, რადგანაც ჩვენ სტუდიაში გვეყოლება დღეს დაგვყავს უკრაინაში მებრძოლი ქართველი, რომელიც უკვე 3 წელია იბრძვის, ოთარ ჯანიკაშვილი. მოგესალმებით. მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენ სტუდიაში, ჩემ გადაცემაში. ჯერ ასე მებრძოლები არ მყოლია მე პოლიტიკურ დებატებში და უშუალო სარი და საინტერესოც რაღაც განსხვავებული ის არის ფორმატი ამჯერად ჩვენთვის ტელემაყურებლებისათვის და ალბათ ყველასთვის იქნება საინტერესო იმ ვითარების აღწერა, იმ ვითარების გაანალიზება, რაც ხდება დღეს უკრაინაში, არა ზოგადად რაღაც პოლიტოლოგების საშუალებით, არამედ უშუალო მებრძოლების თვალთახედვით დანახული ის სიმართლე, ის სინამდვილე, ის რეალობა, რაც არსებობს ამჟამად უკრაინის ფრონტზე და საერთოდ უკრაინაში. ბატონო ოთარ, რა მდგომარეობა ახლა უკრაინაში და რა ვითარება სადღეისოდ აი ბრძოლის ველზე? გამარჯობათ, მოგესალმებით და დიდი პატივია ჩემთვის თქვენთან დაახლოვება. ვინაიდან რადგანაც პირველესად იმას აღნიშნავ, რომ სიმართლის მეტყველი ტელევიზია და რატომაც ავიღე გეზი აქეთკენ, მაგას აღნიშნავ მსმენელისთვის, რომ სიმართლის გარდა მე არაფერი არ გამიგია აქედან. ანუ რომელიმე პოზიცია, პოლიტიკური პოზიცია არ უჭირავს და უჭირავს ქართული ტრადიციული, რასაც მივესალმები. ახლა რაც შეეხება უკრაინის მდგომარეობას, როგორ შეიძლება რომ არ ვთქვა ის, რაც თვალით დანახულია. მე ვერ უარყოფ და ვერ მოვიტყუები. უკრაინა არის დაქცევის პირას. როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ისე ანუ პირველ რიგში იქიდან უნდა დამეწყო მდგომარეობა. პოლიტიკურის და ის ეკონომიური. ძალიან ბევრი ქრისტიანი ხალხი კვდება. ძალიან ბევრი. მშვიდობიანის და მებრძოლის. მშვიდობიანის, რა თქმა უნდა, ახლა მაგათ რაკეტებს ადამიანი ვერ შემიძლია წარვადგინო ის მდგომარეობა და ქართულ ხალხს დავანახო ეს ჩვენი აგრესორი, მეზობელი, რასაც ჩადის უკრაინის ტერიტორიაზე, რამდენი ბავშვი, რამდენი ქალი, რამდენი თუნდაც მოხუცი იყოს რა მნიშვნელობა აქვს და თუნდაც 700,000-მდეა მშვიდობიანი მოსახლეობა და უამრავი ადამიანი და ყველაზე ძნელი არის ის, რომ ფსიქოლოგიურად უკრაინელები არ ტყდებიან, მაგრამ მიეჩვენენ სიკვდილიანობას. არ იციან რომ იძინებენ, დაიძინონ თუ არა. თუმცა რო არ დაიძინონ რაკეტაზე და როდის დაგარტყავს რაკეტა რა იცი. დაგარტყავს და მეწოდება თვითონ უკრაინული ერი. იმიტომ რომ ძალიან ბევრი საუბრობს უკვე იმაზე, მიხვდნენ ეს რა ომია. ეს რა ომია ის რომ თვითონ ამბობენ ჩვენ რა შუაში ვართ, რატო წდებით ჩვენ? კი ბატონო, პროგრამაა რომ უნდა დაიცვა შენი სამშობლო, რა თქმა უნდა. მაგრამ ისიც კარგად გაცნობიერებულები აქვთ, ვინ გეგმავს ომს, ვინ ასრულებენ და ამ დროს ხელს ვინ ითმობენ. არიან კონტინგენტი თვითონ ამერიკის სახელმწიფო მდივანმაც ეგ მოუწოდათ, რომ ჩვენ აღარ დავეხმარებით, რადგანაც იქ ზედა ეშელონებმა, ანუ უმაღლეს რადაში იახტები შეიძინეს და რავი მილიარდერები გახდნენ. ეგ ხო თავისთავად როგორც ჩვენ გვესმის და სატელევიზიო ხალხი თვითონ უკრაინელები კიდე თავისთავად არაფერი არ იმალება საერთოდ. რომელ მოგებაზია ლაპარაკი? რომელ მოგებაზე, როდესაც რუსეთმა უკვე დაიპყრო საჭირო რამდენი პროცენტია ახლა დაკავებული ტერიტორია უკრაინის? 20-25%. 25%. კი, შავი ზღვა მაგათია უკვე რა. ძალიანად, ხო? იაბარა. ხო, ძირითადად მაგის ის ქონდა, იმიტომ რომ შავ ზღვაზე გასასვლელი აღარ ქონდა რუსეთს ფაქტობრივად და იმიტომ წამოიწყვეს აფხაზეთისა და უკრაინის ომები. რა თქმა უნდა, შავ ზღვას ეს არის აქედან გამომდინარე პირველ რიგში. კი, რა თქმა უნდა, ახლა წყალქვეშა ნავები რომ არა, მაგათი მოგება რაღაც
ეგ არ შეიძლება რომ იფიქროს რა. ანუ სამხედრო თვალსაზრისით ეს სტრატეგიული ობიექტი, რასაც ნიშნავს რომ შავი ზღვა, წყალი, всё მაგათია. და ის რა ქვია, აი რო იყო ლაპარაკი კურსკის მიმართულებით შეტევაზე და გააქტიურებაზე, ის ხარე როგორ არის ახლა? რა ვითარებაა კურსკის მიმართულებით? კურსკის მიმართულებით, რა თქმა უნდა, შეიჭრა უკრაინული ჯარი. რა თქმა უნდა, შევიდა და შეიყვანენ კიდე სიღრმისეულად, რადგანაც სამხედრო თვალსაზრისით არის ესეთი გათვლები, რომ რა თქმა უნდა, სამაგიეროდ დონეცკის მხარეს გადმოიწია. დონეცკის მხრიდან გადაკეტვა და всё, კურსკი კი არა, მთელი დნეპრის რეგიონი მაგათია. მე რამდენადაც არ უნდა დამიჯეროს პოლკოვნიკებს რო ესაუბრე და მე როგორც ანალიტიკოსი უთხარი ჩემი გათვლები ზუსტად იგივე მოხდა. ეხლა ნუ გვეგონება ეს ჩემი სურვილი, აი უბრალოდ რა ვერ გაუგიათ, იცი? თითქოს მე რო ანალიტიკას ვდებ, თითქოს მე მინდა ეს ჩემი სურვილი კი არ არის, ნამდვილად არ მაქვს სურვილი რომ რუსეთი გაძლიერდეს. მაგრამ ხო, რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება მოგებაზე იფიქრო უბრალოდ, როგორ შეიძლება უბრალოდ ამ ომის გაგრძელება, როდესაც შენიანი ძალიან ბევრი კვდება. ძალიან ბევრი ეხება. კურსკის მიმართულებით არის კიდე შეტევით ის თუ კი, რა თქმა უნდა. კი, რა თქმა უნდა და უამრავი იღუპება. ეხლა კურსკსაც იკავებენ როგორც თავიანთ ტერიტორიას, ისე უკრაინელები კურსკის მიმართულებას იკავებენ. მაგრამ სხერპლიც ძალიან დიდია და რამდენად უღირთ რაღაცა მითვისებული მიწა, მით უმეტეს თვითონვე უხარიათ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე იგივე დაპყრობა არის თუ არა. თავისი გაამაგრო ის არის ხო? საპასუხო რა არის? საპასუხო დარტყმა არის, რომ იმის ტერიტორიაზე გადავიდა ომი და სტრატეგიული ობიექტი და ის არანაირი სტრატეგიული როგორი სამხედრო არაფერი აბსოლუტურად არ არსებობს. მაგდაგვარი. და აბა როგორ არის ახლა ვითარება რუსეთი არ ამთავრებს ომს თუ ვერ ამთავრებს? აი ეს საკითხი დგას ახლა ყველაზე. აი რუსეთი არ ამთავრებს. სპეციალურად აჭიანურებს თუ როგორ არის? სპეციალურად ახლა მე ჩემი თვალსაზრისით ვამბობ როგორც ქართველი მეომარი და აი როგორი თემაა, იცი? სავარაუდოდ რუსეთს უნდა შეჩერება ამ ომის. ვინაიდან რადგანაც ჯერ ერთი პუტინი მოუწოდებს ახლა, ანუ სურვილი გამოთქვა მოლაპარაკებებზე, მსგავსად კიდე ამერიკის მხრიდან შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ახლანდელმა რაღაც შეთანხმებაზე და რა თქმა უნდა მივესალმები, რომ იმიტომ რომ ბევრი ქრისტიანი ადამიანი კვდება. გადატენილია სასაფლაოები, ამდენი ჯვრებით, ამდენი იმით სისხლი მეყინება, რამდენი ქართველი იღუპება. დღეში ახლა რამდენი ბევრი იღუპება. ბატონო ჩემო, გადავავლოთ იმასაც თვალი რა, რომ ყოველთვის ჩვენი მტერი იქნება, ვინც მე ძმა მომიკლა, რა თქმა უნდა, ძმაკაცი მომიკლა თუ ის მომიკლა რა, რუსეთთან მიმართებაში ვამბობ რა. რუსული პოლიტიკა თორე თვითონ რუს მე ნუ ნაცია არ არსებობს ცუდი. ცუდი პოლიტიკა და ვისაც მიყავს ეს მიმართულება ის არის რამდენად უნდა უღირდეთ არ ვიცი რა ეხლა პრეზიდენტი ჩვენ კარგად მოგვეხსენება ებრაელია მე ებრაელ ხალხს არ მივაყენებ შეურაცხყოფას მაგრამ ჩვენ ქრისტიანებმა ვიცით იუდეველთა შთამომავლები არიან და იმას ნაკლებად აინტერესებს რამდენი ქრისტიანი აინტერესებს არ ნაკლებად არ აინტერესებს რაც არ უნდა იყოს რაც არ უნდა თუ კი უკრაინელებისთვის ახალი წელი და ზოგადად რელიგიური დღესასწაულები არ არსებობს და ვერ აღნიშნავენ რატო უნდა იყოს განსაკუთრებით ქალაქ უმენში მაგათი დღესასწაული სადაც მე თვითონ მოგიყვანთ რამოდენიმე კაცმა რომელსაც ფეხი დაკარგა ომში 4 საათი კასტილებით იდგა და საკუთარ სახლში ვერ შევიდა საკუთარ ქვეყანაში ებრაელებს როდესაც ჰქონდათ იქ დემონსტრაციულად აღნიშნეს თავიანთი ახალი წელი ხალხი არის უკვე აი როგორ ეტაპზე იცი პატარა წკიპი და всё რა მიტრიალდება აუცილებლად ძალიან ბევრი უკრაინელი ჯარისკაცი რომელიც ამბობს რომ არ დავინდობთო რა
ებრაულ სამყაროს. რა ჩვენ თვითონ ქართველები ვაჭერებთ, რომ ებრაელები არ არიან ისეთი ხალხი და ეს პოლიტიკა თუ ებრაული პოლიტიკაა გატარებული, იმან შენ არაფერი არ დაგიშავა. არც შეურაცხყოფას არ მივაყენებ, მაგრამ ცოტა არ იყოს კი ძალიან ბევრი უწიგნური ხალხია, მაგრამ იმას ხვდება, რომ რისი გულისთვის მიდის ომი, მე როგორ ძმა დამეღუპა, მე არ შემიძლია რაღაც დღესასწაულის აღნიშვნა და ამ დროს ებრაელები სახლშიც არ მიშვებენ. მე რომ თავიანთი დღესასწაული აღნიშნონ. ამ ომის პერიოდში თვითონ დაადასტურებენ, რა თქმა უნდა, როცა დრო მოვა, უბრალოდ დადასტურებული ფაქტიც არის, როდესაც ამდენი ებრაელი უკრაინელი იღუპება, ამ შემთხვევაში 100,000-მა ებრაელმა მიიღო უკრაინის მოქალაქეობა. იქიდან ჩამოსულება? იქიდან ჩამოსულებმა, რა თქმა უნდა და დადიანო რა, ივანო-ფრანკოვსკის ობლასტში ვიყავი, როდესაც ხალხი თვითონ გამოვიდა, შემხვდა რაღაცა და ჩვენ რა გავაკეთოთ? დღე ერთია და შეიძლება 10 კაცმა დაგვირეკოს, სახლი ხომ არ იყიდება. ამ დროს დაინტერესებულები არიან თვითონ ებრაელი, იმიტომ რომ იქ ომია და ჩამოვიდნენ აქ. აქაც ომია მერე და უკეთეს ადგილას წამოვიდა თუ რა? უკეთეს არა, იმ დასავლეთ უკრაინაში ხო არ არის, მაგრამ შენაძენს გააკეთებს, იმიტომ რომ დღეს თუ ხვალ, რა თქმა უნდა, ეს ახლა უყურე, ეს ამდენი მილიონი უკრაინელი გახიზნულია საზღვრებს იქით, აქ ომია, ვინც დარჩა ძალიან მცირე რაოდენობაში მოხდება და ღმერთმან უქნას თუ გაგრძელდა, ალბათ გაწყვეტავენ. ეს არის განადგურება ერის. და აი კიევს რატო არ იღებს რუსეთის ჯარი? თუ ვერ იღებს? ვერ აიღებს. რატო? ვერ აიღებს. იმიტომ ვერ აიღებს, რომ ჯერჯერობით არ ჭირდება ეს ძალა მიიტანოს შუა წერტილში. ეს ძველი ომები აღარ არის, ეს თანამედროვე ომია. ეს გინდა დედაქალაქი აიღო, არ გეგონოს. მაშინ თუ აიღებ დედაქალაქი, მოგებულია ომი, ხო? მაშინ იყო. ეგ იყო. ეხლა დედაქალაქი რო აიღოს, თვითონ მოხვდებიან ალყაში. აჰა. გამიგე სანამ დნეპროპეტროვსკის ობლასტს არ მიითვისებენ იქიდან რომ რა თქმა უნდა თუმცა მოახლოებული სულად 350 კილომეტრში არიან უკვე მოსულები რა მნიშვნელობა აქვს და რაკეტებით ანადგურებენ და ამ პუტინი რო იძახის აი სამშვიდობო მოლაპარაკებებს დავიწყეთ ის რაც აქვს ტერიტორია აღებული ხო ის აკმაყოფილებს მას როგორ ჩანს ხო ის სტრატეგიული რაც ქონდა დაგეგმილი ის აიღო ხო ყველაფერი და ეხლა იქით უკვე აღარ აინტერესებს ხო იქით არ აინტერესებს არა როგორ არა ინტერესი როგორ არ იქნება მაგრამ ტერიტორიის ინტერესი კი არა აქ არის სამხედრო ინტერესი სამხედრო ხო უკრაინას მოუწოდებს რომ ნატოს ჯარი აქ არ მომიახლოვო აი ეს დანარჩენი დასავლეთ უკრაინა იქნება ბუფერული ზონა ჩემი აზრით რაც უნდათ რა ეს სტრატეგიული ობიექტი უკვე აღებული აქვს ბუფერული ზონა და კი რა თქმა უნდა ბუფერული ზონის იქითკენ და ევროპასთან ბუფერული ზონას დაიტოვებს ამას ხო დანარჩენს ტერიტორიას რასაც რა თქმა უნდა უკრაინა ერქმევა თქვა კი უკრაინა ერქმევა რა და უფრო პოლონეთი ერქმევა ხო რადგანაც ყველა დამედასტურება პოლონეთში უკვე განცხადებებს როდესაც აკეთებენ აეროპორტია თუ ზოგადად ისა როგორც პოლონური ინგლისური და აუცილებლად განცხადება უნდა გააკეთონ უკრაინული ენით სამენაზე კი და სხვათა შორის არ არის ისეთი დაწესებულება პოლონეთში და პოლონელებიც გადმოდიან ხო რა თქმა უნდა გადმოდიან ეხლა პოლონელებსაც რა თქმა უნდა დაპირისპირება აქვთ უკრაინელებთან არ აქვს დალაგებული იმიტომ რომ მაგათაც ახსოვთ უკრაინელებმა ხო პოლონეთის არის ხო უკრაინა ხო ბავშვებს თავები მოაჭრათო და ნუ მაგათაც პრობლემები უხდებათ ექმნებათ რა ერთმანეთში რა თქმა უნდა პოლონელებს და უკრაინელებს ზოგადად როგორც ქართულ მოსახლეობას უქმნიან პრობლემებს საზღვარგარეთ ქართულ მუშახელს ხო კი მაგას ნამდვილად და ქართული რეგიონი რა მდგომარეობაში ამჟამად კიდე ღმერთს მადლი რომ ომი ავიცილეთ თავიდან ეს კარგი პოლიტიკა იყო როგორ ომია ისე ომში არა ხართ ომი მე რასაც ვიგულისხმე ეხლა ყოველ შემთხვევაში იარაღი დაპირისპირება ომში ვართ? არა, მე საქართველოსზე მაქვს თორე. არა, საქართველოსზე არა, მე საქართველოს მე უფრო დაიჭი. იქა უკრაინაზეა ლაპარაკი. ხო, რა თქმა უნდა. აი ომის ის რა. რამდენი რეგიონია თუ სამხედრო საიდუმლო არ არის? არა, რამდენი რეგიონი ასე არ არის. ახლა ყოველ შემთხვევაში წეგანაც აღნიშნე, რომ
ძალიან ცუდი რეალობაა, მაგრამ და რამდენი იღუპება ვთქვათ? ქართველი რა ბევრი იღუპება? კი, რა თქმა უნდა, კი, თვალწრემლი არ შეგვაშრეს რა ერთი სიტყვით რა. მაგრამ აქ იმდენს არ ეძახიან, აქ საკმაოდ ისეთი არის ტენდენცია და აჩვენებენ, რომ აი ჩამოიყვანეს გარდაცვლილი უკრაინიდან. ხშირი არ არის ასეთი ისინი. ხშირი როგორც რამოდენ განცხადება ვინ უნდა ჩვენ როდესაც პრეზიდენტმა, ყოფილმა პრეზიდენტმა მოღალატეები და აგენტები გვიწოდა. ჩვენი ხელისუფლება რა სტატუსს გვანიჭებს, ეგეც გაუგებარია. ყოველ შემთხვევაში მე მაგათი ნაბიჯები რაც დღემდე გავთვალეთ და ვიცი მოწინა აი მე თვითონ უბრალოდ მწვენია რა რომ შემოვდივარ მელოდება ავტობუსი თუ ხალხი და 4 საათს დაკითხვაზე რო გამყოფებენ და რაღაცა აი რატომ დაკითხვაზე რა გინდა რა თქმა უნდა ეხლა როგორც კანონიერ აქ თორე იქიდან არც იმაზე აქ რო ჩამოხვედი დაკითხვაზე დაგიბარე კიდე ღმერთს მადლი კი მაგას არა არავით არის აი აგრესიული ანუ ტაქტიკაც შეეული აქვს მშვენიერი მივესალმები მადლობა ისინი ვითარების ის უნდათ ხო გარკვევა და კი ვითარების გარკვევა რა და ეხლა რა არის იცი ზოგი სიმართლეს ამბობს ზოგი ტყუილს რა არა გვაქვს ჩვენ თვითონ ჩვენი გადასაწყვეტია როგორ პასუხს გავცემთ რა ყოველ შემთხვევაში არ არის რა აი ჯერ მარტო ელემენტარული რო გეკითხება ან ენას არ იხლის ამ ნუ ხო რა აი ეხლა მე სამხედრო საიდუმლოებას ეხლა უცხო ქვეყნის სტრუქტურებში შევდივარ ასე ხო ნუ კანონიერად ჩვენ სტატუსი გვენიჭება როგორც უცხო ქვეყნის ნუ ორი სახელმწიფოს ურთიერთგარიგების თანახმად სადაც არ უნდა იარაღი აიღო და როგორც არ უნდა სტრუქტურაში დასაქმდე რა თქმა უნდა ამათთვის აგენტებად ვითვლებით ხო მაგას ვეთანხმები რა თქმა უნდა მადლობა რომ რავი საქმე არავისი არ არის აღძრული მაგრამ ქართველებს რაც გვაკლია და რატოც ხშირ შემთხვევაში უკრაინელებთან მომდის ხოლმე მე მაგაზე კამათი უპატივისმცემლობა უკრაინის მხრიდან? კი, რა თქმა უნდა. ნუ აი გიყურებენ როგორც აუ, თავს აკლავდა, კიდე აქეთ აქვს პრეზიდენტი. არც გაიფიქროთ, მაგაზე დაუნახავი ხალხი არ არსებობს. პირდაპირ ვამბობ, იქაც განვაცხადე და ყველგანაც ვიტყვი. მარტო იმით კი არის წოდება ბრაცკი ნაროდ. ერთი ვინ იძახის, მოდი ერთი დამიჯდეს და ამიხსნას, რას ქვია ბრაცკი ნაროდ. ბრაცკი ნაროდ თუ ისწავლა ხო მარტო უბრალოდ სიტყვიერად ერთი დამიწეროს ბრაცკი ნაროდ უკრაინულად რა დამოკიდებულება დამოკიდებულება თავიდან ომის დაწყების იმაში მუხლის ჩოქებზე გედგა თითქმის ხალხი და გვეფერებოდნენ და ტიროდნენ და რაღაცა და ჩვენ თვითონ რა შეიცვალა გიყურებენ როგორც ნაიომნიკი იმიტომ რომ თვითონ თავიანთ ჯარისკაცების დაფასება აღარ აქვს მიდიხარ ჯერ თავიდან იყო რომ ოჩერეთშიც არ გაჩერებდნენ ეხლა გიყურებენ აუ დღეს ცოცხალია ხვალე არ იქნები შეიძლება აქეთ შეურაცხყოფა მოგაყენონ აგერ მე მაქვს საქმე მაქვს აღძრული მე თვითონ აღძარი მათი შეურაცხყოფა რადგან მომაყენეს მე იმაზე პაგრანიჩნიკებმა მესაზღვრეებმა ხო იმიტომ რომ წვერი მქონდა მოშებული ჩემი მეგობარი რო დაიღუპა იმის იმაზე და ბარა და ისეთი ნაგლად და მე მეუბნება ოფიცერს რომ შენ ერკვევი იმაში ზვანიაში მე სტარში სერჟანტი ვარ და აგერა მაქვს ყველაფერი ბატონო როგორ შეიძლება მე უთხარი თუ არ შეგიძლია პატივისცემა შეურაცხყოფას მაინც ნუ მაყენებ მეთქი ხელი ჩემეხნენ აგერა მაქვს ხელი ჩემეხნენ კი არ ვიცი აი როგორ გითხრა რა მაგაჩი გამოირჩევა 0.3%-ია სტატისტიკური გათვლებით რაც გავაკეთე ვისაც ნამდვილად აი როგორც ქართველი კი არა როგორც ქართველი მეომარი რო პატის გცემდეს რო ჩამოსული ხარ და რაღაცა და აქეთ გაყვედრიან კი ბატონო რადგანაც ჩვენ ვამობთ რომ ჩვენ როდესაც ჩვენ გქონდა ომი მხოლოდ და მხოლოდ უკრაინელები მოგვეხმარენ ჩვენ ომში და უღრმესი მადლობა რა თქმა უნდა და მადლობა უნდა მოვიხადოთ მაგრამ ზეგანაც არა ვთქვი თუ არ შეგიძლია პატივისცემა შეურაცხყოფას მაინც მაკენე მე კავკასიელი ვარ შენთან თუ მოსულია ხო მოდი რა ზრდილობას და კულტურას ნაცია არ გააჩნია
რა თქმა უნდა ეს კულტურა ადამიანის კი რა თქმა უნდა და ახლა ფისებებიდან გამომდინარეობს ეს ყოველი ხო და ახლა ვიღაცის გამო მაგათში თუ მოსულია მაცტვაიო და რაღაცა ჩვენში არ არის მოსული და ძალიან ბევრი რაღაცა მოდის ეს რა თქმა უნდა მის მაგივრად რომ პატივი გცენ იქით რომ იმათ არავით არის გაპატი თავსაკლავ კიდე აქეთ აქვს პრეტენზია და აი უბრალოდ აი ხო დოკუმენტები მაქვს მე 3 მანქანა მყავს $20,000 რომ მიამბობ 3 მანქანა მყავს ომში დაკარგული მე 4 მანქანა რომ შევიყვანო მე პრობლემები მესამე მანქანაზე დაჟე პრობლემები შემიქმნეს თითქოს მე აი ჩემი კომფორტის გულისთვის მიმყავს ო ომში მისთვის აღი სამართალს ვერ მივაღწიე რომ იქ რომ ჩამიწერე $14,000 შეფასებული მანქანა. ხო. რატო ჩამიწერე? შენ არ გადაიხადეო, როგორ ჯარისკაცი არ მეკუთვნო და დაზღვევის გადახდა და რადგან არ გადავიხადე, მე ხო დავკარგე ადამიანო. მე ხო დავკარგე, ხო შეიძლება არ მინდა არაფერი ფულზე არავინ არ არის წასული და არავინ მათხოვარი არ ვარ. თორე მაგათ იმხელა აქვს დანაკლისი ჩვენ მეომრებთან, აი თუნდაც დაღუპილები ვინც არიან, ვინ რითი ეხმარებიან. თავიდან რაღაცა გროშები, ნუ ფულზე არავინ არ არის, მაგრამ დაიღუპა და მე თვითონ ჩემი ინიციატივა იყო, რომ ესენი დავარწმუნე, რომ მოდი ის ნაშრომი მაინც არ დაუკარგო. ის კი არა, რომ ფულისთვის არ იყო ის წასული. ხო, მაგრამ მაინც რაღაც უნდა. ხო, რაღაცა ხო, ოჯახს მაინც რაღაც დარჩეს, რაღაცა 1-2 გროშია. ხო, შეიძლება რა, შედალოცვილი შვილო, ქვეყანა შენთან ჩამოვიდნენ. არა რა, გიყურე და დაეხმარო. თუ ადვოკატს აიყვან 25% უნდა. რომ აი ეს თანხა რო აგაღებინ, ყველა ფულზე გევაჭრება. პატრიცემულო, ჩაჯდები ტაქსში გატყუებს, მაღაზიაში შედიხარ გატყუებენ. არ ვიცი რა და თვითონვე აგერა მაქვს ჩანაწერები, როგორ მეუვი ჩვენთან ტყუილი რო არ არსებობდა, დესო უკრაინა განადგურდებოდა ბიძი აკაბა. რა ვიცი. ეს ისაა, მაგრამ ვენაცვალე ჩვენ, რა თქმა უნდა, დაგვეხმარნენ მტრის წინააღმდეგ ზოგმა იბრძოლა, რა ვიცი, მარტო ის კი არ არის, რომ ამდენი დაგეღუპება, გმირობა ჩაიდინეს, რა თქმა უნდა, ამდენი ასეულობით 1000 ხალხი გამოიყვანეს ვერტმფრენებით და რაღაცა და მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენც ვალში არ დავრჩით, მივეხმარეთ, რა ვიცი, ძალიან ბევრი ბიჭები დავკარგეთ, მაგრამ რა არის, მე ჩემ აზრს ვამბობ რა, ყოველთვის ვაფიქსირებ მაგ იმას, რომ აღარ უნდა გავაგრძელოთ საქართველოს მივხედოთ, მაგრამ ამათაც რაღაცა ზოგს სოციალური გაჭირვება აქვს, ზოგს ფსიქოლოგიური გაჭირვება აქვს და ეს ჩვენი უმოქმედო ხელისუფლება რო ვერ გავიგე ბოლოს და ბოლოს მე ესა ვარ, დაქირავებული ვარ, მე ტერორისტი ვარ თუ ვინა ვარ, მარტო ის კი არ არის, რომ ღმერთმა ყველა დაგვიფაროს, კაც ჩამოასვენებენ და ავტომატს არ მინდა ეგ შენი ისა, უბრალოდ სტატუსი მიეცი იმ ადამიანს გმირი თუა, ხო? გმირებში მოიხსენიე. შენ როგორ სახელმწიფო, მე ვენაცვალე მართლ დეპარტამენტს, მადლობა, რომ უთანაგრძნობს და ეხმარება ოჯახს. ვეტერანთა დეპარტამენტს. მადლობა მინდა მოუხადო, რა თქმა უნდა, მაგრამ თვითონ ხელისუფლების ნაბიჯები რას ნიშნავს, მე ვერ გავიგე. ვართ ჩვენ ღირსები მე ჩემ თავზე არ ვიძახე, მე აი მომეცი თოხი წავალ გავთოხავ, კაცო. 50 კინაღამ 50 წლისა ვარ რა და იმ ახალგაზრდა ბიჭებს ხო უნდათ რაღაცი აი ვატყობ რა, ეხლა ვინც არ უნდა, რაც არ უნდა ისა თქვას, ხო? მე ხო ვატყობ რა დონეზე ზოგს სახლის გაკეთე, ზოგს სახლი არა აქვს, ზოგს რაღაცა ბანკებში აქვს დავალიანება, იმის არავინ არსებობს რა კატეგორია ვინც არის მართლა თანხაზე ჩამოსული, რომ რაღაცა 1-2 კაპიკი გააკეთოს. მე იმათიც მესმის, მე არავის არ ვაკრიტიკებ. რა თქმა უნდა, ის რაც პრობლემები აქვს, ხო, იმას შეიძლება არა აშკარავებდეს, მაგრამ მე შეიძლება თვალები დავხუჭო და ნუ აღარ მოვისმინო იმის ისა, რა მიზნით არის ჩამოსული, ყველას ვატყობ და პატარა ბავშვი არა ვარ და ამხელა ის გავლილი მაქვს და გაითვალისწინონ ყველა ხო შეიძლება რა, გაითვალისწინონ ყველას ვის რა მიზეზი აქვს, რატოა ჩასული, კი ბატონო, ყველას ერთი და იგივე ლოგიკა აქვს. მე თვითონაც რომ მე მტერი დავლანდე იქ სადღაც სხვა ქვეყნის მიწაზე და მტერი სადაც არ უნდა იყო, კი რა თქმა უნდა გაანადგურო, უნდა წახვიდე, მაგრამ არსებობს სხვა შეთანხმებებიც, კი იომე
ჩამოდი, მაგრამ იმათ ჩამოსვლისაც ეშინიათ უკვე. იმიტომ რომ სახელმწიფომ აგენტად შეგრაცხო. მარტო ერთადერთი თუ ვინმე ხარს გვიჭერს კი არა, მართლა რომ აი ხედავ მაგათ თვალებში ეს არის ვეტერნები, ვინც გვიყურებენ და ჩვენსაც ითვალისწინებენ. ეს მებრძოლია და აქედან გამომდინარე კავკასიელებს კი. კავკასიელებს ეკჩვევია სისხლის. მაგრამ აი დაბრუნების შემთხვევაში შესაძლებელია თუ არა რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმეები აი ეგეთ იმაზე შესაძლებელია ეხლა კანონმდებლობაში მითითებულია რა თქმა უნდა რომ თუ ორი ქვეყნის შეთანხმების გარეშე ეხლა მიდიხარ და წეგანაც აღნიშნე რა თქმა უნდა დასჭადია მაგრამ მადლობა რომ ჯერ არავის რა ვიცი როგორც ვეცო დაგიფაროთ კაცო კარგად იყავით ხო რაღაცა სტატუსი უნდა ვიცოდეთ არა რისიგურისთვის ეხლა შემოვიდი როგორ არის სტატუსი რომ მოგაენიჭონ მე ეს გამოვა რომ საქართველოს არის ჩაბმული რუსეთის წინააღმდეგ ომში აი ის მაინც მითხრას რომ არ არის შენი საომარი და წამოდი არ სიჩუმე რას ნიშნავს ანუ მეთანხმები ხო არა აღიარებებით აღარ აღიარებენ ხო არ აღიარებენ მაგრამ იძლიან რომ აი თავისი იმით ნებასურვილით არის წასული და იბრძვის იქ მაგრამ ჩვენ სახელმწიფოს არ გაგუგზავნია გასაგებია თავიანთი ნებასურვილით რო არიან წასული ის სურვილი პათოსი რა არის რატო წავიდა იქ მოდი ის გამოიკვლიეს დალოცილო სურვილი წავიდა რომ ბევრს ხო მაგრამ ეშინიათ რუსეთთან დაპირისპირების რომ არ გამოვიდეს რომ ქართული ჯარი ებრძვის უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ არა ეშინიათ ეს ხო იცი ეშინიათ და ეხლა შიშით და იმით რა არის იცი ყველამ თავის თავზე აგოს პასუხი მე რისთვისაც წავედი მე ვიცი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა ხელისუფლება არც ნურც გაფრინდები ნურც მოფრინდებიო ეგ სიმღერა რატომღაც ბავშვობიდანვე ვერ ამიტანი აი რა უნდა გააკეთოს ნურც გაფრინდები ნურც მოფრინდები და აი რაღაცნაირად ჰაერში შენ ვინ ახარ შენი სტატუსი კი ბატონო მე გული მოვიფხანე იმით რომ წავედი რა ვიცი არა ვარ ომში ნამყოფი იმიტომ რომ აფხაზეთის ომში იყო და პატარა ვიყავი წლოვანება არ მიწყობდა ხელს და 2008-ში კიდე ისე სტრუქტურაში ვმუშაობდი რომ მივედით კიდეც საბრძოლველად მაგრამ არ შეგვიშვეს კი ბატონო და აი ხმები რომ დადის და ვიცით ქართველი მებრძოლები ერთმანეთთან დაპირისპირების რაღაც შემთხვევები ყოფილა და რამ გამოიწვია ეს აი ზოგადად რო თქვათ არ ვიცი ახლა იქითკენ რა მოხდა როგორ მოხდა ახლა დაპირისპირება ქართველებს ყოველთვის ჩვევია რა ერთმანეთში შეუთანხმებლობა მაგრამ ეს სიკვდილიანობა ბოლოს და ბოლოს ვერ გავიგეთ ან მოხდა იმიტომ რომ თვითონ ნუ ამბობენ ვერადასტურებენ უბრალოდ ის მიცვალებული ანუ მოკლული სად არის ფაქტი არ არის როგორ არის ვერ ნახეს ვერა და ვიზეც ამბობდნენ რომ იმან მოკლაო ისიც რავი თავისუფალია და რატომღაც თუ იმის მოკლული იქნებოდა დარწმუნებული ვარ რომ დაიჭერდნენ ბურუსით მოცულია და ყოველ შემთხვევაში არ ვინტერესდები არ არის ეგ ჩემი კომპეტენცია ეგ ვინც უნდა დაინტერესდეს იქაური უშიშროება და აქაური უშიშროება ყოველ შემთხვევაში ახლა დაპირისპირება პატარა რაღაცა შეიძლება შეხლა შემოხლა იყოს ხოლმე დაპირისპირება იმაზე რომ რატომღაც ყველას ნერვი აქვს რა იქაც გაფუჭებული რა მაგრამ ერთად იბრძვიან და ახლა წარმოვიდგენ ერთად და კიდე ერთმანეთს ეჭხუბები ან ერთმანეთს ახლა ბრძოლაში როგორ უნდა იყოს აი ზუსტად ამის წინაც ეგავღნიშნე რომ მე რამოდენიმე კამანდირსაც რამოდენიმეს კი რა აუხსენი სამხედრო მორალი მეთაურს ხო რომ შენ თუ არა ხარ მზადყოფნაში ნებისმიერი თქვენი წევრისთვის თავგასაწირած და ან კიდე ატყობ ერთმანეთში მეთქი ეს ჯგუფი არ არის მე ვთხარი სამხედრო მორალია მეთქი და შენ რა მორალს მიგითხავ იცი აქ რა ომია მეთქი კაი თურმე ომში იქ რო ატყობ შენ სიო აღარ უნდა გაუშვა კი მაგრამ მეთაური ხარ შედალოცილო არ ვიცი ეს რას ნიშნავს მართლა გმირია იქნება და რა ვიცი მე ვცდებოდე ესე იგი იქ გმირია ის რამდენი უკვდებათ გმირი ის არის რამდენ შეუნარჩუნებს სიცოცხლეს და რამდენ ტერიტორიას დაიცავ რა თქმა უნდა კაცო და ეხლა აღარ მინდა იმაზე გავამახვილო ჩემი ის კომპეტენციები არ არის ჩემი კომპეტენციები რაც არის შეფასება ჩემი შეფასებით ქართველები იმიტომ უნდა გამოვიდნენ აღარ გააგრძელონ ომი
ვინაიდან რადგანაც არც იქ აქვს დაფასება, არც არ. აქ ხო. კი. შუაში იქ იყურებენ როგორც ნაიომნიკები, აქ იყურებენ როგორც ნაიომნიკები. ის კატეგორია, ვინც გვეგონა რომ მართლა ჩვენ გვითანაგრძნობდნენ, მე არავისი თეთრი კბილები არ მინდა და არავისი დაფინანსება არ მინდა. არავისი არაფერი არ მინდა, მაგრამ ერთი კატეგორია, ორი ადამიანი თუ გეტყვის რომ აუ არ ვიცი ახლა იქ შეგაქებენ მაშინ არ მინდა არც არავისი არც იმიტომ არა მაქვს არც TikTok-ები არც ისა და აუ გმირე ჩემო გმირ დიდება გმირებს მე მასეთი არაფერი არ მჭირდება თვითონ სახელმწიფომ თუ რა თქმა უნდა სახელმწიფო გადაწყვეტილებას მე მინდა რომ დავეყრდნო დეპარტამენტი თვითონ დეპარტამენტმა მოგცეს რაღაცა სტატუსი ან ცუდები ვართ და ბოდიში და გამოეთრიეთ ან კიდე გმირები ხართ ამდენი ხალხი იღუპება იქ მოდიან გენერლები და გმირები არიან და იმათ ოჯახს რამე ანახე რომ შენი შვილი გმირია არა ეგ შენი ის რომ რაღაცა პოლიტიკური დივიდენდები შეიძინო და რაღაცას აჩვენებ რომ იარაღი ჩაკაჩუკები და ისინი უკვე აექა გვაქვს ამოსული არ გვინდა ეს ისენი პატივი მიადევნე იმ მიცვალებულს პატივი დაადე ის ვინც იბრძვის ვინც რუსებში ხედავს კი რუსებში ხედავს რუს ჯარისკაცი რომ ტერია და იქ ხოცავს ის დააფასე სხვა არაფერი არ უნდა გაითვალისწინე იქნებ და დაიღალა იმ ომით იქნებ დაიღალა ფსიქოლოგიურად ძალიან ბევრი ვეღარ არის რა თავის ჭკუაზე იმას რესოციალიზაცია უნდა რა თქმა უნდა და ჩამოიყვანე უმკურნალე რაღაცა იმ სოციალური ნუ აღარ მინდა თქვა არ მინდა ეს შექება აბსოლუტურად არაფერი არ მინდა მე არაფერი არც ბანკის ვალი მაქვს არავის ვალი არ მაქვს მაგრამ ქვეყანაა უსახლკაროები წამოსული და ევროპიდან ჩამოვიდნენ იმის გულისთვის რომ ევროპაშიც თვითონ ქართველებს აი როგორ გითხრა რა ისე ეპყრობიან რა მაგათი მონაყოლიც რომ არა მე თვითონა მაგ რა ნანახი ახლა ქართველები კი არა აი ეზიზღებათ ქართველები სატანა არა აქვს უკრაინელებსაც და თუ ვინმე ქართველი გაფუჭდა პოლონეთში სამსახურიდან გამოუშვეს დამსაქმებლები უმეტესწილად უკრაინელები არიან ქართველები კი დამეთანხმებიან და 10,000-ობით ხალხია ვინც მწერს და ვინც მეუბნება გვიშველეთ რამე უკრაინელები რას ლაპარაკობ ბაბა მიდი ფული მოსთხოვოთ ამუშავებენ ამის დაქვეთა იმის დაქვეთა არაძლევენ და ზოგმა ძალიან ბევრმა აგერმა გვარი სახელები დაურეკოთ და თვითონ იტყვიან აქედან გაუგზავნეს ფული გზის 3 თვე ამუშავეს გაუგზავნეს აქედან უყიდეს ბილეთი და იქიდან წამოვიდნენ ეხლა წამოვიყვანე 4 კაცს აეროპორტიდან როგორ შეიძლება კაცო და რავი უკრაინა რავი საძმო კი არა საძმო ვინც ამყავს მე იქ ვიცი და საკმაოდ არასახარებელო ვითარება როგორ ჩანს და აი როგორ უყურებენ უკრაინელი მებრძოლები და უკრაინა საერთოდ ეს ადამიანები ტრამპის ინიციატივას რომ მშვიდობა უნდა დამყარდეს უკრაინაში და შეჩერდეს ომი აი რამდენად რეალურია ეს და რასთან იქნება ეს დაკავშირებული ეს საკითხები უკრაინას მოუწევს რაღაცების დათმობა თუ ტერიტორია აღდგება თუ როგორ იქნება აი რას ლაპარაკობენ და როგორ არიან განწყობილი აი ამ ტრამპის მშვიდობისადმი როგორი განწყობით და ხალხი უკვე რაღაც პოზიტიური ჯერა თუ არა ამ ტრამპის განცხადებების ჯერა მაგრამ აი როგორ არის იცი როდის იქნება ეს 3 თვეში რამდენი ადამიანი დაიღუპება რამდენი უკრაინელი 3 თვეში შეიძლება განადგურდეს უკვე ძალა აღარ ეყოფა და შეიარაღება და ის აქ იმდენი უკრაინას ახლა კი როგორ არა კი შეიარაღება და რაღაც დახმარება აღარ მოდის ევროპიდანო და ნუ ანუ ეხლა თუ შემცირდა თუ როგორ შემცირდა რა თქმა უნდა შემცირდებოდა მაგრამ ეხლა იარაღზე და საკვებზე და იმაზე აღარ არის რა ლაპარაკი ჯერჯერობით რა თქმა უნდა უძღვება რა ამ გაჭირვებას მაგრამ როგორც ასეთი ჩვენ თვითონაც კარგად ვიცით ვინც ევროპაში ცხოვრობს ეს რუსეთის ეკონომიკა ვითომ რომ დაბლოკეს და რაღაცა რუსეთის პროდუქცია ისე ვიყიდება
ოღონდ გაორმაგებული ფასები. რომელ კონტრაბანდაა ლაპარაკი კარგით რა ვის უჯერებთ რა ევროპა რის ევროპა არც ევროპა არის დასაჯერებელი და აგერ დაადასტურეს თვითონ ამერიკის ეხლანდელმა პრეზიდენტმა. ან ვინ არის ევროპა რომ მე მომიწოდეს მე შიდა კუხნაში მე სალათას დავიჭრი თუ წვაჩევი ვინ არის ევროპა და ამ დეგენერატს ვიღაცა გვარები აქვს გადაკეთებული რა გვარები აი სომხურ რაღაცა ისინი და ქართველებზე ისინი უფრო ფიქრობენ ვიდრე მე ის მაჯერებს მე ის ვიღაც ვითომ ქართველი გადაკეთებული რომ აი ნახე და მე მაშაყირებს რომ ნახე ევროპამ რა თქვა ნახე რა უნდა თქვა შვილო შენ თვითონ მოიკრიფე ძალა და შენ თვითონ განკარგე ვინ ევროპა რა ევროპა და რა რუსეთი და რის რუსეთი და აი ის რო გადაიკეტა გაზსადენი და ის ატყდა ერთი ამბავი ესეც ხო ის არის რა ქვია აღარ მიეწოდება გაზი იმას ევროპასა და სლოვენიას აღარ ალტერნატივას ეძებდნენ ეხლა ეძებდნენ თორე გადაუკეტა ვინ არის რა გადაკეტვაზე და რა ემბარგოზე და რა საერთოდ სანქციებზეა ლაპარაკი ბატონო ჩემო გაიხედეთ ევროპა რამდენი ეხლა თვითონ შეიძლება ეს ჩვენი იმედია თუ ეს სახელმწიფო არხები და ისინი არაჩვენებენ მაგრამ ევროპა თვითონ გამოვიდა რამხელა დემონსტრაციები ჩაატარეს თუნდაც პოლონეთში თუნდაც საფრანგეთში და როგორც კი ჩვენ არ უნდა შეგვეხოს ეგ ომი უკრაინა რუსეთის დაპირისპირებაში ევროპა რა თქმა უნდა ჩვენ თვითონ ჩვენი ევროპა არ გეხმარება ჩვენ როგორ არ ეკონომიკის 30% რუსეთზე დამოკიდებულიო და ეს რა ნუ რისთვის გავცე ჩემი თანხა გეუბნება თვითონ ჩემი პენსია უნდა ვიხადო იმის გულისთვის რომ ჩინოვნიკებმა ომი იყოს ერთია და უკრაინელმა ჩინოვნიკებმა და გაახეთ ჩინოვნიკებმა იახტები იყიდონ და ხო ძალიან გახმაურდა უკვე ეს რა თქმა უნდა კაცო სხვა თუ არაფერი აი ყველაზე ძვირადღირებული მანქანები მსოფლიოში აღიარებულია უკრაინა საშუალო დონის მანქანა სავარაუდოდ $50,000 მანქანა საშუალო დონის მანქანა დადიან ეგრე ომში მყოფი ქვეყანაში კი ეგ ომში ახლა ევროპელი რო უყურებს იმ უკრაინელს ვინც იქიდან გამოქცეულია და ომში არიღებს მონაწილეობას მე უნდა ვიხადო და გეუბნება ეს კიდე მერსედესი დადიან და რას გულაობენ ანალოგიური განწყობა აქვს კიდე ქართველებსაც რა გინდათ რაზე იხოცავთ შვილო თავსო მაგრამ ქვეყანაში რატო შემოყავთ მაშინ სახელმწიფო უნდა აკრძალოს შემოყვანა ასეთ ძვირადღირებული მანქანები სადაც კორუფცია რომელ აკრძალვაზეა ლაპარაკი მე თვითონ იქ დავკარგე ასკოლკებით სავსე მქონდა თავი და მანქანა რო შემოვიყვანე იმიტომ რომ ავტობუსით უკვე ნებისყოფაც არ ამქონდა საიდან შემოვიყვანე პოლონეთში აი იყიდე და შემოვიყვანე არა ნუ მყავდა ნუ ადრენაკიდი მყავდა მაგრამ იქ მქონდა გაჩერებული რა და ერთი დაიწვა მეორე იქ დავტოვე რომ ის დონეცკი სადაც ვიყავით საომარი მოქმედებები ხო გაფრჭებული იყო ვეღარ გამოვიყვანე ახლა მესამე მივიყვანე მესამე სიმართლე გითხრა ომში არ დამიტოვია დავამტრიე მანქანა და დამხმარეც არავინ არ ამყავდა წარმოიდგინე რომ ვიღაც ესეთი კლუჩი მაინც მოეწოდებინა თუ არა ქართველები იქაური ქართველები საათნახევარი ვიდექი მანქანები გარბოდნენ პაკრიშკები გახეთქილები მეყარა რა საბურავები ხო ჩვენთან როგორც 90-იანებში იყო ეს გზები და რაღაცა იქ ორი ტრასა და ჩაარტყოს ეხლაც აი 2-3 სათადარიგო საბურავი მაინც გინდა რომ ერთი დანიშნულება რაღაცას მიხვიდე გადაადგილდეთ და აი ახლა რო იყო იმაზე ატაეხილი ამბავი რომ სლოვაკეთშიო მამუკა მამულაშვილი მონაწილეობდა იმ თითქოს ფერად რევოლუციაში არა აი დარწმუნე ყველაფერი არის ტყუილი ძალიან სერიოზულად იდგა ეს საკითხი და თვითონ პრეზიდენტმა ფიცომ განაცხადა ამის შესახებ და იმას ხო აქვს რაღაც მონაცემები ხო უშიშროებიდან ისე ხო არ იქნება მაგრამ აი რაში მდგომარეობდა რაში აინტერესებდა მამუკა მამულაშვილს ფერადი რევოლუციის მოწყობა იმაში სლოვაკეთში რატო არ შეიძლება რომ უბრალოდ ფიცოა თუ ფისო მაგას კონდეს რუსეთიდან დირექტივები რომ მაგას უნდა იმიტომ რომ რუსეთის დაუძინებელი მტერია
და რუსები თვითონ მტრები არიან, რა თქმა უნდა, მტრაცეულები არიან მამუკა მამულაშვილზე, მაგრამ მე თვითონ ვიცი, რომ მამუკა ამ დროს მოწამლული იყო და მკურნალობას განიცდიდა, და მე თვითონ ჩემი თვალით ამაქვს, მყავს ნანახი. და რამდენი, მეგობრობთ, პირდაპირ მამუკას, როგორ გითხრათ რა, აი, როგორ შეიძლება რომ ჩემი თვალით ნანახზე ვიღაცა ტელევიზიები კი არა, ვინც არ არსებობს, ეგენი არ ჩაერევიან, სხვის პოლიტიკაშიც არ ერევიან რა. აბა საიდან წამოვიდა ეს მისი გვარი და სახელი, საიდან? რუსეთიდან. მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთიდან. აი, რატოა გააღვიეს? არც ერთი აბსოლუტურად ძალიან უამრავი მეგობარი მყავს იქ. არც ერთ ვინც ნდობით აღჭურვილია თვითონ მამუკაგან. ყოველდღიური შეხება გქონდა, ყოველდღიური საუბარი, რომელ სლოვაკეთზეა ლაპარაკი, ეგ არის, აი, არ ვიცი, რაღაცა სასწაული თუ მოხდა, რომ ღამე ვერტალიოტი მოფრინდა, წაიყვანეს და რაღაცა და ისე დილით, აი, ყოველდღიური შეხება გქონდა რა და არ ვიცი. ცოტა გასაკვირი იყო ამ განცხადების გაკეთება და არა, მამუკა მასეთ შეცდომას არ დაუშვებდა. მაგისთვის ცალია ახლა ფერადური რევოლუციები აწყოს სლოვაკეთში, საომარ ვითარებაშია ჩაბმული იქ. კარგი, რატო სლოვაკეთში? ხო, ლოგიკა, ეხლა რა უნდა გადაუხადონ და ეგ ხო გამორიცხულია ჯერ ერთი. ფიზიკურადაც არ მიეწოდებინება ხელი, რომ იმ სლოვაკეთში რატო დაიწყებდა, როცა აქ პოტენციალი ჰქონდა საქართველოში. საქართველო იმ დონეზე უყვარს მაგკაც, რომ აქ უფრო ჩაერეოდა. მაგრამ არ ჩარეულა და არც ერთი ჯარისკაცი არ აყავს გამოგზავნილი და ყველას რა თქმა უნდა რჩევით უთხრა არ წახვიდეთ. იმიტომ რომ არ გვინდა რომ ჩვენ დაგბრალდეს რა, რომ რაღაცა შეიძლება ეხლა ჩვენ ნერვი გვაქვს გაფუჭებული და ჩვენ პროვოცირებას რა უნდა, 2x2 4-ია. სხვა თუ შეიძლება მუშტით იყოს ისა შენ კიდე ანუ მოწინააღმდეგეში ყოველთვის ხედავ მტერს და მტერს განადგურება უნდა. ეხლა შენ რითი გაანადგურებ მუშტით მეომარი კაცი, მუშტის ნერვის ცარა გაქვს, მოქნევის ნერვის ცარა რაღაცას ეძებ, რომ სიო რა და ეს რავი ღმერთმა რა ვიცი უწინ დღე გაგვიქროს ქართველი მოკლათ. ამას არიდებს, რამდენი ქართველი იყო ჩამოსული, რამდენი უკან გამოუშვა. მასპინძლობა გაგვიწია. თვენახევარი და 2 ნებისმიერი ქართველი არა აქვს მნიშვნელობა, ვინც იყო უკრაინაში გზააბნეული ჩამოსული. მაგან კარები ყველას გაუხსნა. თვენახევარი ლუკმა არ ანუ გასურალ მოქცეულა. არა, აი, რავი, როგორ ღმერთის წინაშე ვამბობ რა. ვინ არ არის კმაყოფილი და ვინ რაღაც ეგ კუდის გამოკერება როგორ ჩემზე ვიმწმიე ისე კიდე აი ეს არის რაღაც აბსურდული ბრალდება რა. მაგაში აი ხო, ძალიან სამწუხაროა რომ მანდამაინც ქართველი გამოვიდა აი ესეთ ვითარებაში. სამწუხარო, ხო და ეხლა ქართველი გამოვიდა და ეხლა არ მინდა შეიძლება რაღაცა პოლიტიკური და რაღაცა სხვა მიმართულების იყოს თუნდაც მე რუსეთე იყოს თუნდაც ის იყოს და ატანა არ ქონ ქართველია თუ ვინმე ამოვიცანი ხო აი მაგათი გარშემო ვინც ტრიალებს აი ენით აუღწერელი ქართველები რა ვინც იცის რისი გულისთვის ომობს როგორ შეიძლება მამუკას რაღაცა ცილი დაწამოდა რაღაცა პოლიტიკური მაგას რო ჰქონდეს ამბიციები აქამდე გახდებოდა ხო და აი ესეთი ვითარება თუა თქვენ მიმართ დამოკიდებულება არ სუსის სახარბიელო და ის მაშინ რა გინდა რო თქვათ რომ ავდგეთ და მოდი წავიდეთ ყველანი საქართველოში აქ მაინც არ გვაფასებენ ჩვენს თავგანწირვას ფასი არა აქვს ადექი და წამოდით საქართველოში რა გიშლით ხელს ასეთი არ ყოფილი არ გაჩნდა აზრი ვთქვათ რომ წამოხვიდეთ ხო წამოხვიდეთ არა მე ძირითადად რისთვისაც ვარ გაჩერებული ხო რაღაც პატარ-პატარა ჩემი ისინი მე ერთი თეთრიანი არ გამომიგზავნია ხელფასიდან და იმ დონეზე მაშინებდნენ აქ ჩამოსვლით რომ აუ ჩაქსვავენ და ისა თუ ის მე ომი აღარ მინდოდა და აღარც მინდა და მინდა აი ეს ქართველები ვინც ცოცხლები არიან და დღე აუ აღარ მინდა აი მზარავს თვითონ მაგ ხვალე რო ვიცი რო აღარ იქნებიან მე წინასწარ რა აკავებ და მაგას გეუბნები კაც ზოგს სოციალური მდგომარეობა აქვს ზოგს რაღაცა რა ვიცი მე მაგალითად ხო აღარ მინდა ნუ წასული ვიყავი და სულ რამოდენიმე თვე ვაპირებდი რა რომ დახმარებას და წამოსვლა უკან მაგრამ მეც აგერ ოჯახი დამენგრა რადგან ოჯახი დაგენგრევა ცოტა არ იყოს სხვანაირ ხო მე სხვაგან ყოფაზე რადგინა თავი ცოცხალი და არც ადამიანი რომელიც შის დაკარგავს ხო
იმას უნდა სხვანაირი რეაბილიტაცია უნდა. იქ რასაც ვერ გაივლის, იქ პირიქით უფრო და უფრო ამეშხში შედის, უფრო და უფრო აზარტულია. აზარტულია, ომიც აზარტულია რა. რაღაცას რო გაანადგურებს, მტერს რო გაანადგურებს, უხარია. ელემენტარული აი აზარტულია რა, თუნდაც თამაში. კაზინოსავით არის, ხო? ხო, ესეთი ის არის და იმათ აქეთ დახმარება. გმირობა ის არ არის, რამდენი მოგიკვდება. გმირობა ის არის, რამდენს გადა. მე არ მინდა გმირობა, უბრალოდ მიიღონ. მე საერთოდ გავჩუნდები, უბრალოდ მინდა რომ ყველას მოუწოდო იმათ ოჯახებს, ვისი ოჯახებიდანაც წასულები არიან, დედებს, მშობლებს, რა ვიცი, იმათ და მეუღლეებს კიდეც იმათაც გაუგე კავკასიელი კაცია რისი გულისთვის არის წასული ის გაარკვიე იმის ფსიქოლოგიური მდგომარეობა აი დაძმურად ავთხოვდა რა ვიცი როგორც აი უმორჩილესად ვთხოვთ რომ დაატკბეთ მათთან ურთიერთობა ძალიან ბევრს აქვს უკვე აი სასწარკვეთილებაშია როგორც მე რა რომ აი ისეთ ადგილას ძრებოდი რაღაც დაკარგული მქონდა შეიძლებოდა დამცემოდა რაღაცა შეიძლება ვიღაცას ეს რა ომია რა ეხლა რა შეიძლება გარანტირებული არაფრის ხო რა ეხლა როდესაც ცოლი აღარ გეხუტება ნუ პირდაპირ ვიტყვი ქართულად და იქ შვილი არ გეხუტება სუნებს ვერ აგრძნობდა ოჯახის სახლის ის აქაც აღარ ჩამოგესვენებია იმიტომ რომ განწირული ახლა უყურე ხო შეიძლება რომ ის კაი ოჯახი დაინგრა რაღაცა და დარეგულირების სხივი აღარ არსებობს რა იმიტომ რომ ჩამოხვალდა რა რომელი ხო შეიძლება რომ რაღაცა დასაქმდეს აქ რაღაცა პოტენციალი გაუჩნდეს რომ თვითონ შენმა ქვეყანამ დაგასაქმოს რაღაცა თეორიკაბი გაგიჩნდეს რომ რესოციალიზაცია გაიარე რაღაცა არა არც ეს არის არ არის ვინ და დარწმუნებული ვარ რომ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ჩვენთვის მეომრებისთვის ახლა არის უკრაინა იმიტომ რომ ამ გაუხსნეს ამ ხელა კარი და რუსი შემომიყვანე აკა ჩემ თავს ეგ გირჩევია კადიროველებმა რატო უნდა იგულავონ რა ხო საქართველოში ჩვენ ხო ვიცით თვითონ სახელმწიფომ ხო იცის მაგრამ თუ ისეთი რეგულირება მიდის რომ მოდი რა შერიგების პოზიციაა ხო სულ სხვანაირად უნდა მოიქცე შენ რომ შენი დაიცვი შენი ჯარისკაცები არიან იქ წასული ვისი იმედი აქვს 1000 კაციც რო ვიყოთ შევქუჩდეთ ხო ღმერთმა დაიფაროს ომი რო მოხდეს ვისი იმედი აქვს იმ ჯარისკაცების რომელიც შექმნილიყავთ უტყუარია კი ბატონო ძალიან მაგარი ჯარი ყავს მაგრამ თავგასაწირად ხო ჩვენ უფრო მომზადებულები ვართ იმიტომ რომ ამდენი წლები გავიარეთ ვიდრე ის ხო გამოცდილება დიდი გაქვთ და ამდენი პირველსაც არ გაუშვით ეს ხო ჩვენი მომავალი თაობა ჩვენ ამათზე წინ უნდა დავდგეთ ეგ უნდა გაითვალისწინოს ნებისმიერმა ხელისუფლებამ ჩვენ კი არ ვემზადებით ომისთვის და არც მივესალმებით რა თქმა უნდა რუსეთს სულ რამოდენიმე წუთი ჭირდება და მაქსიმუმ 4 საათი გათვლები რომ საქართველოს საერთოდ აი გაანიორწყლოს გააკროს რა ღმერთმა უკნას კაცო მაგას კი არ მივესალმე ჩემი სურვილი კი არ არის ზოგადად პროგნოზია ხო ჩემი და მე ჩემ შვილის არასოდეს ახლა ესენი რომ ბავშვები რომ გაყავთ აქციებზე და წინ რო უყენია ჩვენ მაგ ხალხი არა ვართ და ეგენი არ ვიქნებით არასოდეს ჩემი შვილიც იყო აქციაზე მაგრამ აი როგორ გითხრა რა თქმა უნდა არ მივესალმები იმიტომ რომ მამა აქ არ აყავს და იმას აქციაზე რა უნდა შვილზე წინ მე დავდგები რა თქმა უნდა მაგრამ შვილისთვისაც ვერ გამიგებინებია ნუ იმიტომ რომ აღარ მიმეწვდევინება ის რომ ის არ უნდა იყოს იმ ვიღაცა ქათმების დაძახილზე იმიტომ რომ ამას ჯიში ჯილაგი ვაშკაცული ვითარება ისეთ შექმნილი რომ ხო სოციალური ვითარება და ერთმანეთში აირია ხო ერთმანეთში აირია რა თქმა უნდა მე არავის არ ვაკრიტიკებ მაგრამ ეხლა გვარამიას დაძახილზე ეხლა ვაშკაცი რო გავა და მე პრეტენზია იქნება მაგას ვიღაცისთვის ის ლიდერია ვიღაცისთვის არის და მაშინ ავტორიტეტია მაშინ ამბიცია არ უნდა კონდეს ქართველი კაცობის ის ახელს იმას რა უთხარი რომ გვარამიას დაძახილზე გავა, როდესაც გეუბნება რომ შენ ღვინოში ჩავშარდე და ან ბორჯომელი როგორ უნდა დაუდგეს და საერთოდ მასე ენა მოჩლეფილი და მონაზო აი ესე რომ კაცი დამიჯდეს რას მე იმასთან არ დავჯდები ან უნდა გავაკრო ხო აღარ აქონდეს კავკასიელობაზე პრეტენზია თუ უნდა ევროპა წავიდნენ კაცო მე არ უშლი არავის თმების შეღებას აქ მე არ და ეს არის ჩემი სალოცავი ჩემი საქართველო არის ჩემი სალოცავი სადაც ჩემი ძლია მუხლი მოვიდრიკო და როგორც ეკლესიაში წარმოვიდგინე ტრადიცია უნდა შევინარჩუნო და ჩვენი ყოფა რაც აგვაქვს ჩემ სალოცავში ესენი არ მოვიდნენ
თუ ტყუი ვარ, აი არ მინდა რა, რამდენი ვართ ესეთი, რატო უნდა გვაქციონ ტერორისტებად, თუმცა კი შემიბღალეს ახლა წინასწარ ამ ხელისუფლებამ რაღაცეები იმასკენა რომ ვითომ მე სარწმუნოება შევიცვალე, ვითომ მე ტერორისტებს ვამზადებ, არავითარ შემთხვევაში არ შემიცვლია ქრისტიანი ვარ, მაგრამ მე თუ მეჩეთში შევდივარ, იმიტომ შევდივარ, რომ ძალიან უამრავი ჩემი ძმაკაცები, ვინც მეუბნება, შენ ჩემი ძმა ხარ, სისხლით ძმა ხარ, რწმენი. ნუ აი ძმობას დიდი მნიშვნელობა აქვს. სადაც ღმერთზე ლაპარაკობენ, მე იქ შევალ. სადაც მამაპაპას, მე რა, მე თვითონ ხო ვიცი, ესე გავიზარდე, რომ საქართველოში ქრისტიანებიც არსებობენ ქართველები და მუსულმანი ქართველებიც, კაცო და ეხლა მუსულმან ქართველს იმიტომ არ ვეძმაკაცო, რომ ის მუსულმანია, მე იმას ვერ მივიღებ, იაჰოვა და რაღაცეები რომ იღეს ახლა თანამედროვე იმაში ვერ მივიღებ უბრალოდ, მაგრამ თუმცა მე იმასთან სალოცავში არ შევალ. მაგრამ ჩემს გვერდით იყავ ის იაყოველი შენ არაფერს არ გიშავებს. ისინი აი როგორ ბიბლიის ენით იქცევიან ისინი, მაგათში ვხედავ, რა თქმა უნდა. მე მაგათთან ვერ შევალ, იმიტომ რომ ჩემთვის საერთოდ უცხოა, მაგრამ ეს ნუ აი როგორ გითხრათ რა. თვითონ ხელი ანუ საიდან დავიწყე და რა მინდა რომ თქვა, რომ ტერორისტებად ნუ გვაქცევენ. რა მნიშვნელობა აქვს ხმლით დაიცავ შენ სარწმუნოებას თუ რაღაცას გაუკეთებ და აწევ რა. კარგი, აბა ვფიქრობ რომ ჩვენ საინტერესო დიალოგი შედგა ჩვენ შორის, მაყურებელიც ალბათ საინტერესოდ გვადევნებს თვალს. მოკითხვა მინდა გადავცე ყველა მებრძოლ ქართველს, ვინც უკრაინაშია, ჩემი სახელით, ჩვენი ტელევიზიის სახელით. ღმერთმა ყველა მშვიდობით ჩამოიყვანოს საქართველოში, გადარჩნენ და ემსახურონ მამულს, საკუთარ მიწა-წყალს, ისეთივე პატრიოტიზმის, როგორც იქ არიან და წარმატებას გისურვებთ. უღრმესი მშვიდობით დაბრუნებას საქართველოში. რა თქმა უნდა, ვინც გვისმენდა და რა ვიცი თუ სახელმწიფო რგოლები ადევნებენ თვალყურს ამ ტელევიზიას, უბრალოდ რა ვიცი, პატივისცემით მოგმართავთ. მორჩილებით მოგმართავთ, ძალიან გთხოვთ, ჩვენც მოგვისმინეთ, ჩვენ რისთვის ვამობთ. იქნებ თქვენი მოვისმინო, რაღაცა ჭკუაზე დაგვარიგეთ, ვინა ვართ, ჩვენი სტატუსი მოგვეცი, რაღაცა გითხარით, ხალხო. ჩვენი რაღაცა გაჭირვება მოისმინეთ, ხო შეიძლება რა? მე რატო მინდა იქ ვიომო? როგორ გგონიათ ახლა ვინმე სურვილი აქვს, რომ თავი მოიკლას? დურაგულად მოდიშკი და უტვინოთ? არავის, მაგრამ მოდი ჯერ თქვენი თავი შეგვაყარე, შეგვაყარე და მე თქვენი საქციელით რა, რომ ჩვენ არ გავხდეთ ისინი, რომ ჩვენ დაგიპირისპირდეთ, ჩვენ არ გიპირისპირდებით, რა თქმა უნდა, ძალიან უამრავად. მე მაშინაც აღნიშნე, რომ სააკაშვილის ბევრი რაღაცა მე დადებითად უყურებ ზოგადად. ხო, ჩვენ სხვა თემაზე ნუ გადავალთ ახლა, იმიტომ რომ გვეწყურება და რა თქმა უნდა, ეს ცალკე თემა საკმაოდ პრობლემური და ჩვენი გულის ტკივილიც რომ გაიგოთ, მოგვისმინოთ უბრალოდ. სხვა კი არაფერი არ მინდა რომ დარეგულირდეს ჩვენში ურთიერთობა დარეგულირდეს, ერთმანეთის მტრები მე მაგალითად არ გტრობ. არც თქვენ არ გვიტროთ და არც ეს არის სახარბიელო რომ შედიხარ ამდენი ხალხის წინაშე ჩანთებს გაწყობინებენ და ისინი კიდე რა მესაზღვრეები რა ისე თითქოს რაღაც ხო ვიცით არა რომ იქ მონიშნულებია წითელ ცირკულარი თავად ყველა და თითქოს იქ რას ლაპარაკო ხელს გადაგხვევენ და მოდი რა შენ და აქ მე უბრალოდ მწვენია იმ ტურისტისაც მწვენია და უკვე ისე ნაგლად ტურისტს უყრიჭინებ კბილებს და ქართველს კიდე ეღრინები ნუ გვაქცევთ ტერორისტებად ვიცით ვინ სადაც ცხოვრობთ, მაგრამ ღმერთმა დაგვიგონეს. ეს კანონმდებლობის დარღვევა, რა უფლება აქვს, რომ სხვანაირად გელაპარაკოს პირიქით. პატივი უნდა გქცეს და უბრალოდ როგორც სხვა ჩვეულებრივად მაინც მოგექცენ. ზუსტად მაგას აღნიშნავ, კაცო, არ შეგიძლია პატივისცემა, შეურაცხყოფილად ნუ მაგზნობინებ თავს. შენ ხო იცი, შენ თვითონ ქართველი ხარ, შენ რომ მეღრინები მე შენ ვერ აგიტან. რა თქმა უნდა და ახლა თუ ომი გინდა ვიომოთ ვინ დარჩება ბოლოს და ბოლოს ქართველები ვარ და არ უნდა ვიომოთ ერთმანეთში. კარგით, ამით დავამთავროთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა. მადლობა სტუმრობისთვის, იმ პრობლემების გაზიარებისთვის, რაც მაყურებელმა არ იცის დღემდე, ბევრი ისეთი ნიუანსებზე იყო აქ საუბარი, რაც სიახლე იქნება ყველასთვის დამაფიქრებელი და გასაანალიზებელი, რა თქმა უნდა. და ვნახოთ, კიდევ გვექნება ჩვენ ამ თემებზე საუბარი და
მაყურებელიც ალბათ ინტერესით გვადევნებს თვალს. კარგად მზადდებოდით. კარგად მზადდებოდით.